ბათუმის 79 საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებიდან ასამდე, ხოლო ოლქის სახელზე 28 საჩივარი განიხილა, რომელთაგან დაახლოებით 80% დაკმაყოფილდა. განცხადებების განხილვის შემდეგ 103 უბანზე შემოსულ ხმებს სრულად გადაითვლიან. 76, 36 და მეოთხე უბნებზე კი მხოლოდ მერობის კანდიდატების ბიულეტენებს დაითვლიან. 79 ოლქის იურისტი მალხაზ ბოლქვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიის ათეულობით წევრს დისციპლინური გადაცდომისთვის ხელფასის ნაწილი ან სრული თანხა ჩამოიჭრება. კომისიის გადაწყვეტილებებს ეთანხმებიან, თუმცა 103 უბანზე ხმების გადათვლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. აქ ამბობენ, რომ 103 საარჩევნო უბნის ბიულეტენები 79 ოლქში გადათვლის ნაცვლად შედეგები უნდა გაბათილებულიყო. ასოციაციაში ამას კომპეტენციების არევად და ცუდი პრაქტიკის დანერგვა დაფასებენ. 103 უბანთან დაკავშირებით ასმოხდა საყოველთაო თავისნობილი ფაქტია და შემიძლია ვთქვა, რომ აქ არჩევნები არ შედგა. და ოლქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავის და შემაჯამებელი ოლქმიც კი არ მოტანილა ოლქში, ოლქმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ თავისი დათვალო შედეგები და თვითონ დაადგინოს ის უფლებამოსილებას. მე ვფიქრობ, რომ მას არ გააჩნია და მისი მხრიდან განხორციელებული ეს გადაწყვეტილება მავნე პრაქტიკა აქვეყნისთვის, იმიტომ რომ შესაძლებელია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა ბალანსი ვერ დააჯინონ, თქვა რომ მე ვერ დავთვალეთ შედეგები, შემაჯამებელი ოლქი არ წარადგინონ და მე ოლქს მოუწევს 11 დღის ვადაში ყველა შედეგების შეჯამება. დიდი უმრავლესობა საჩივრებისა დავაკმაყოფილეთ. ოლქი გადაითვლის 103 უბანს, გადათვლა მოხდება დღეს. გადავითვლით როგორც მერის, ასევე პროპორციულ და მაჟორიტარულ ბიულეტენებს. ასევე საჩივრების განხილვის დროს დადგინდა, რომ გადასათვლელია 76 უბნის მერის ბიულეტენები, 36 უბნის მერის ბიულეტენები და მეოთხე უბნის მერის ბიულეტენები.